ლევან კობიაშვილის გოლით საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო რეიტინგში მე-9 ადგილზე მყოფ ხორვატებს 14 მატჩიანი წაუგებელი სერია შეაწყვეტინა. საქართველოს ნაკრებს კი უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა. საქართველოს ნაკრებმა ბოლო წუთებში ხორვატების კართან რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი შექმნა. განსაკუთრებით აქტიურობდნენ შეცვლაზე შემოსული გოგიტა გოგუა და ოთარ მარცვალაძე. მარცვალაძეს გოლის გატანა სოლო რეიდის შემდეგ შეეძლო, მაგრამ დარტყმა არ გამოუვიდა. ამ ეპიზოდამდე ხელსაყრელი სიტუაციიდან ზურაბ ხიზანიშვილის დარტყმა ასდა მიზანს. კეთბაიას გუნდში ერთ-ერთი გამორჩეული იყო გოგიტა გოგუა, რომლის დარტყმულიც რუნი ესკარს მცირე მანძილით ასწდა. საქართველოს ნაკრებმა ხორვატები ყველა კომპონენტში დაჯაბნა. მეტოქე ბოლო წუთებში მაღალი ჩაწოდებებით ცდილობდა ფონს გასვლას, მაგრამ დაცვის ხაზმა დამაჯერებლად ითამაშა. ერთ-ერთი საუკეთესო იყო მეკარე ნუკრი რევიშვილიც. ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე გუშინ არც ერთი თავისუფალი ადგილი არ იყო. როგორც სპორტსმენებმა განაცხადეს, გულშემატკივარმა გამარჯვებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა. მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფეხბურთელებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მათი თავგანწირვის გარეშე ამ შედეგის მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა. კი, შეიძლება ითქვას, რომ დაძაბული თამაში იყო. ეთამაშებოდი ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს არა მარტო ევროპაში, არამედ მსოფლიოში. სადაც ძალიან კარგი ფეხბურთელები ირიცხებიან. ძალიან ძნელი თამაში იყო. მაგრამ ბიჭების თავდადებულობამ და ბიჭების შეიძლება ესე ითქვას თავენ ჯიგარი ჩადებით შეიძლება ესე ითქვას მოხერხდა ის, რაც შეიძლება ბევრი ჩვენთანგანისთვის რაღაც სღაპარს წარმოადგენდა, მაგრამ როცა არის მონდომება, ხო? ყველაფრის გაკეთება შეიძლება და დღეს ამ ბიჭებმა ეს დაანახეს ყველას. პირველ რიგში მადლობას მოუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს სტადიონზე იყო, ვინც დარწმუნებული ვარ, ალბათ დიდი ნაწილი კიდე ვინც ვერ შეძლო სტადიონზე მოსვლა და სახლებში თუ ასე შემდეგ გულშემატკივრობდა გუნდს და ასევე იმათ, ვინც თვეობით და კვირობით ალბათ ის პირობები შეგვიქმნეს, რომ ჩვენ მომზადებული ყავით ამ თამაშისთვის. ყველანაირი პირობა ქონდა შექმნილი და ერთ ვიტყვი, რომ უბედნიერესი ადამიანი ვარ დღეს, არა მარტო იმიტომ, რომ ასეთ მნიშვნელოვან თამაში გადამწყვეტი გავიტანე, არამედ იმიტომ, რომ ამ გუნდის ერთ-ერთი წევრი ვარ და მე ბევრჯერაც მithქვია და ეხლა გავიმეორებ, რომ ყველა ის წუთი, ის დღე, რომელსაც მე ამ ნაკრებში ვატარებ, ჩემთვის დიდი ბედნიერება. ასეთი კომოგობა დიდი ხანია არ გვახსოვს მე მგონი არავის და ვფიქრობ, რომ იმედებით გავუმართლეთ რა, საერთოდ ულოცავ ყველას რა ამ გამარჯვებას. ხორვატია ენდონის მაღალი გუნდია, რომ თავიდანვე ხა ესე რო დაგვეწყო რაღაც სხვანაირი თამაში, ალბათ გაგვიწნელდებოდა. მეორე ტაიმში ყველაფერი ისე კარგად აეწყო, რომ მოხდა ეს, რომ გავიმარჯვეთ და 3 გოლა მოვიდა. გაწმილებული ჩანდა ხორვატიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი სლავენ ბილიჩი. მისი ხელმძღვანელობით გუნდს 2009 წლის შემდეგ წაგება არ ჰქონდა და ამ სპეციალისტისთვის ნაკრების თავკაცის პოსტზე საქართველოსთან მატჩი საიუბილეო 50-მე იყო. საკმაოდ რთული თამაში გამოდგა. ამას ველოდით კიდეც. საქართველოს ნაკრებმა გამაოცა. სავსე ტრიბუნებმა და ძლიერმა მწვრთნელმა თქვენს ფეხბურთელებს დამატებითი სტიმული მისცა. ალბათ უფრო მეტი უნდა გაგვეკეთებინა, მაგრამ ჩვენი მთავარი მიზანი ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრაა. მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფში სიტუაცია საკმაოდ დაიძაბა, იმედი მაქვს, რომ ჩემი ფეხბურთელები პოლონეთსა და უკრაინაში ითამაშებენ. საქართველოსა და ხორვატიის მატჩს ეროვნულ სტადიონზე ქვეყნის პრეზიდენტი და მთავრობის უმაღლესი პირებიც ესწრებოდნენ. საზეიმო განწყობამ ეროვნული სტადიონიდან თბილისის ქუჩებში გადაინაცვლა. გულშემატკივარის საყვირებით და შეძახილებით საქართველოს ნაკრების წარმატებას მთელი ღამის განმავლობაში ზეიმობდა. კომაგები ამბობდნენ, რომ საქართველოს ნაკრებმა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მათ დაუვიწყარი საღამო აჩუქა.
შესანიშნავი, ამაზე მაგარი არ არსებობს არაფერი. ეხლა რა ხდება და რო გავიდეთ ევროპაზე, ხო წარმოგიდგენია რა მოხდება. საქართველოს გაუმარ ჯავს! საქართველოს ნაკრების ქვეჯგუფში გუშინ 2 შეხვედრა გაიმართა. საბერძნეთმა ბოლო წუთზე გატანილი გოლით მალტას მოუგო. ისრაელმა კი საკუთარ მოედანზე ლატვია დაამარცხა. საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას 2 დღეში 29 მარტს სტუმრად ისრაელთან გამართავს.